სადღაც გორის ტერიტორიაზე ავტობანზე შუა ღამისას მოხდა მანქანის გაჩერება და პოლიციის ეკიპაჟი ამოწმებდა ჩვენი კლიენტის მეგობრებს ალკოტესტზე. აი ეს მეგობრები არ თანხმდებოდნენ ალკოტესტზე და ამის გამო იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში დისკუსია მათ შორის. ეს ადამიანი, კონკრეტულად ჩვენი კლიენტი, იჯდა გვერდით, ანუ ძღოლის გვერდით, ის არც კი მართავდა ამ ავტომობილს და რამდენიმე საათი რო გავიდა ამ ძიძგილაობაში და დისკუსიებში გარეთ, ყველა გარეთ იყო გადმოსული მანქანიდან. მან ითხოვა ეტლი, იმიტომ რომ სურდა საპირფარეშოში გადასულიყო. რაზეც უთხრეს უარი. საბარგულიდან არ მისცეს საშუალება არც მეგობრებს, არც თავად პოლიციელს არ გადმოუღია ეს ეტლი, რომ მიეწოდებინა ადამიანისთვის, რომ გადმოსულიყო მანქანიდან. ეს გაგრძელდა საათები. 3-4 საათის განმავლობაში ხდებოდა აი ეს, ესე ვთქვათ, ყამათი კლიენტსა და პოლიციელებს შორის. ამ ადამიანს პრაქტიკულად აიძულეს ეს ადამიანი, რომ ესე ვთქვათ, მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა ავტომობილში. სხვების თანდასწრებით და რეალურად ესეთ ჩასვლებულ მდგომარეობაში ამყოფეს საათების განმავლობაში ეს ადამიანი. სამხრეთ კამერებზე ის ჩანს პრაქტიკულად აი ცრემლი მოზდის სიმწრისგან ამ კაცს და მათ შორის შეურაცხყოფისგან.